მოგესალმებით. დღეს ამ ვიდეოში გასწავლით როგორ მოხვდეთ ტრენდებში, აი მთავარზე რომ მოხვდეს ჩვენი ლისტი და ხალხმა ნახოს. პირველ რიგში გადავდივართ ჩვენს პროფილში. და როგორც ხედავთ, აი ამ ლისტზე მაქვს ოპტიმიზაცია გაკეთებული. რის შედეგადაც გავიდა ჩემი ლისტი ტრენდებში, მთავარ იმაზე, გვერდზე და სადაც ნახულობს ხალხი უკვე და გადმოდის. და ყიდულობენ კიდევაც. პირველ რიგში რაც გავაკეთე შევქმენი ლისტი, დავაწერე სათაური, მოკლე აღწერა გავუკეთე, რომ ცოდნოდა ხალხს რაზეა ეს. აი აქ როგორც ხედავთ, შემდეგ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის შევქმნათ სექციები, აი აქიდან პლუს ვაწვევით სექციის ახლოს წერთ და შექმნილია. ეს ახლა არ მინდა. გვჭირდება 12 ლისტი მინიმუმ. რომ ეს ოპტიმიზაცია მივიღოთ. უნდა გქონდეს სექციებად დაყოფილი, რაც მეტი სექცია იქნება, მით უკეთესია. აქ 3 სექცია მაქვს გაკეთებული ბიზნესზე და ფულზე, თვითგანვითარებაზე და мотивაციაზე და ფსიქოლოგიაზე. როგორც ხედავთ, პირველ რიგში 6 პროდუქტი მაქვს ატვირთული, სათაური დავაწერე, მოკლე აღწერა გავუკეთე, რომ რის შესახებ არის ეს წიგნი, რომ დაინტერესდეს ხალხი. აქაც თვითგანვითარებაზეც იგივე სათაური და შემდეგ უკვე აღწერილობა მოკლე, რომ დაინტერესდნენ და გადავიდნენ ამ პროდუქტებზე. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს და გადავა ამ ლინკებზე, რომელიც არ იყიდოს, მით უფრო კაია, ასევე ტრენდებზე უფრო მეტად გასასვლელად. რაც გვჭირდება არის ხარისხიანი ფოტოები ავირჩიოთ, რომ კარგად გამოჩნდეს მთავარ პლანზე. სათაურები, აღწერები, ეს სექციებად უნდა იყოს დაყოფილი და 12 ლისტი. მთავარ გარეკანზე კიდევ აი როგორც ხედავთ, ეს არ არის რომელიმე წიგნის ის გარეკანი, ეგ დავაგენერირე ხელოვნური ინტელექტით. ეს ლისტით ზოგადად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შევქმნი, რომ სწორი სათაურები შემერჩია, სწორი სათაურების სექციებისთვის, ლისტისთვის და აღწერილობებით მაგას დავაწერინე თითქმის. მე უბრალოდ უკვე ვარჩევდი მის აღწერილობებს, რომელი იქნებოდა უკეთესი ამ კონკრეტულ წიგნზე. იმიტომ რომ ბევრი ისეთი აღწერილობა დამიწერა, რაც არ შეესაბამებოდა და ხალხისთვის არ იქნებოდა საინტერესო. შემდეგ უკვე რო ვუთხარი და ავარჩიეთ ერთად რა წიგნებს ვამატებდი, დამიგენერირა ეს ფოტო. რომ ვუთხარი რომ მინდოდა thumbnail-ისთვის რამე ფოტო და მომცა აი ეს, დავამატე ეს და შემდეგ უკვე ორი ფოტო ავირჩიე თვითონ წიგნებიდან. რაც ხალხს დაინტერესებდა ეს დევიდ გოგენსი თითქმის ყველა მიცის, უეჭველი დაინტერესდებოდნენ, ეთომიკებიციც ბევრმა იცის და ამიტომაც უკვე ხალხი გადმოდის ხოლმე და ყიდულობს კიდევაც ამ წიგნებს. თუ არ იცით ამ ოპტიმიზაციის შესახებ, ასევე უფრო მეტი შეგიძლიათ აი აქედან გაიგოთ პროფილზე რომ გადადიხართ, get verified-ს აწვევით და აქ წერია როგორ მივიღოთ ოპტიმიზაციის ბეიჯი, აი ეს. გადახვალთ და აქ წერია უკვე ინსტრუქცია. მეც ამ ინსტრუქციის მიხედვით ვიმოქმედე და როგორც ხედავთ, მივიღე ის ოპტიმიზაციის ბეიჯი. ამას გადახედავთ და ამის მიხედვით უკვე გააკეთებთ თქვენს ლისტს. აი აქაც როგორც ხედავთ, ავით სექციებიო და ავით სექციებად. და დანარჩენი როგორც ეწერა, ისე გავაკეთე სათაურები, აღწერილობები. მაგალითებიც მოყვანილია, უბრალოდ გამეორება გჭირდებათ თქვენს კონკრეტულ პროდუქტებზე. გაუწიეთ ისეთი პროდუქტებს რეკომენდაცია, რაც მართლა ღირებულია. არ გაუწიოთ ისეთებს, რომ უბრალოდ აი ფული შემოვიდესო და რაღაცაზე იფიქროთ. რაც უფრო ღირებულს გაუწევთ, მერე უკვე დაგაფოლოვებენ კიდევაც, აქ როგორც ხედავთ, ფოლოვერებიც არის. რომ დაგაფოლოვებენ, მერე უკვე ახალ ლისტებსაც რო ამატებთ, უფრო ნახულობენ. რაც მეტი ფოლოვერები გეყოლებათ, მით უკეთესია, ასე რომ ჯობია ხარისხი შესთავაზოთ და არა უბრალოდ ფული იშოვოთ. რაც არის, აქ მოწვევებით შეგიძლიათ დამატებით მიიღოთ პროცენტები. აი როგორც ხედავთ, როდესაც მოიწვევთ ვინმეს რეფერალით, აი ამ ლინკით, მიიღებთ 10% ბონუსს. აი როგორც ხედავთ, 30% არის მაქსიმუმი. 50 ადამიანამდე მყავს მოწვეული, ანუ ჩემი რეფერალით ვინც დარეგისტრირდა და
უშემოსო ეს აქ არის რაღაც რიცხვები, რომელზეც ასვლის შემდეგ უფრო და უფრო მეტი პროცენტი გემატებათ. ახლა შევსებული მაქვს 30% მაქვს, მე აღარაფერი მომემატება. მაგრამ რეფერალ ლინკით თუ დარეგისტრირდებით, რომელიც ვიდეოს აღწერაში იქნება, თქვენ დამატებით 10% გექნებათ. ძირითადად, რასაც დავაკვირდი ამ პლატფორმაზე, ვინც რეგისტრირდება და პირველ პროდუქტს უწევს რეკომენდაციას, ანუ პირველ ლისტს რო აკეთებს, პირდაპირ ტრენდებში ხვდება და ერთი გაყიდვა ეგრევე აქვს ხოლმე. ანუ 90% რაც დავაკვირდი, ეგრე მოხდა, ვინც დაამატა წიგნი. უბრალოდ თავარია კარგი სათავე და აღწერილობა გააკეთეთ. და ჩათვალეთ რამდენიმე დღეში გაყიდვა ექნება, იმიტომ რომ გაყავს ტრენდებში თქვენი ლისტი, როდესაც ახალი ყავთ, იმიტომ რომ უფრო დაგაინტერესოთ, უფრო მეტი ლისტი გააკეთოთ და უფრო გავრცელოთ ეს პლატფორმაც, იმიტომ რომ ახალი პლატფორმა არის ეს Beanable-ი და ჭირდება ბევრი ხალხი, ამიტომაც ცდილობს რომ თავიდან ახალ შექმნილ ანგარიშებს დაეხმაროს გაყიდვებში და გამომუშავებაში. სწორედ იმიტომ რომ თქვენს მოიმწიოთ ახალი ადამიანები და მათაც დაიწყონ და სანამ ახალია, ამიტომ ჯობია დრო იხელთოთ და დარეგისტრირდეთ, მოიწიოთ მეგობრები, ნათესავები. არაფერი ისეთი ინფორმაციის შეყვანა არ გიწევთ, არც პირადი ნომერის და არც მსგავსი საცხოვრებელი მისამართის, არც ბარათის მონაცემების, მხოლოდ გიწევთ სახელი, გვარი, იმეილი, თქვენი სოციალური არხების სახელები, მაგის ანგარიშებსაც არ ითხოვს, ანუ ლოგინ და პაროლს არ ითხოვს. სახელს შეაწერთ პირდაპირ, მაგალითად Instagram-ზე რა გაწერიათ username-ში, აი ეს მაგალითად სახელი, ეს დააკოპირებთ, ჩასვოთ სახელს და მორჩა. დაკავშირებულია, გამოჩნდება აი აქ როგორც არის ჩემთან. აი ესე გამოჩნდება, მხოლოდ სახელის ჩასმა სჭირდება. მოწვევაზე, ყოველ მოწვევაზე 10%-ს მიიღებთ, ყოველ გაყიდვაზე კიდე ასევე გთავაზობთ ხოლმე +50%, ანუ რომ გაყიდით მაგალითად პროდუქტს, შეგეძლიათ ვიღაცა მოიწიოთ რეფერალ ლინკს მოგცემთ მაგ შემთხვევაში მაგ პროდუქტზე და რომ მოიწვევთ მაგ ლინკით 50%-ს გაძლევთ მაგალითად ბოლოს რაც გამეყიდა ეს აქედან ჩემი წიგნებიდან იყო აი ეს influence აი ეს წიგნი გაიყიდა სადღაც 35-30 დოლარი ღირს და დაახლოებით 10%-ი ხდიან ამ იმაზე affiliate-ზე აი 35 ღირს და 3 დოლარი თუ რაღაცა დამერიცხა მე და შემომთავაზა ესეთი რაღაცა რომ მოიწვია ერთი ადამიანი და მიიღე 50% ბონუსადო. როდესაც მოიწვია +50% მომცა, ხო? 2.80 დამერიცხა აქედან. ნუ სადღაც 8% და როდესაც მოიწვია სხვა ადამიანი +1.40 დამერიცხა ბონუსად. მოიწვია დარეგისტრირდა და ბონუსიც მივიღე. თქვენ შეგიძლიათ დრო იხელთოთ და დაიწყოთ გამომუშავება. აი მოწვევის ლინკი აღწერაში იქნება, რომელსაც მიიღებთ და დამატებით 10% გექნებათ პირდაპირ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, ნახვამდის.